როცა მოზარდი იწყებს გაპროტესტებას წინააღმდეგობის გამოხატვას ბრასაც, მოკლედ გარდატეხის ასაკის ამბოხი, ბუნტი. ეს პრობლემა არ არის, ეს ზრდაა. და ეს ის მომენტია, როდესაც ბავშვი პირველად ამბობს: მე შენ არ ვარ. მე ჩემი აზრი მაქვს, მე ვიზრდები, ბავშვიც აღარ ვარ. ხშირად მშობლები და მოზარდები იმდენად კარგად ართმევენ თავს ამ პერიოდს, რომ მშობლები ვერც კი გრძნობენ ამის სიმძიმეს, ხო? და ეს ძალიან კარგია. და ნიშნავს, რომ მას ოჯახში დაცულია საზღვრები და სუბიექტის პატივისცემის პრინციპი. მაგრამ ხშირად მოზარდი მორჩილი ხდება, რადგან მას ეშინია სიყვარულის დაკარგვის, ეშინია სასჯელის და ეშინია იმის, რომ იქნება ცუდი ან შეცდომებს დაუშვებს. მაგრამ თუ ეს არ გამოუვა, ანუ პირველი ავტორიტეტის მშობლის დამარცხება, მაშინ ის მთელი ცხოვრება დახრის თავს სხვა ავტორიტეტების წინაშე, პარტნიორის, უფროსის, კოლეგების, სახელმწიფოს წინაშე. ისე რომ ვერც კი გაიგებს, რომ შეუძლია კამათი და საკუთარი საზღვრების დაცვა. ამიტომ მშობლების ამოცანაა არ გატეხოს და მოუგოს, არამედ გაუძლოს, მოისმინოს, განიხილოს. შეუძლია არ დაეთანხმოს, მაგრამ არ გააუფასუროს. მაშინ მოზარდის შიგნით ყალიბდება ხმა, რომელიც შემდეგ დასრულ ცხოვრებაში ეტყვის. შეძლებ, შენ უფლება გაქვს საკუთარ აზრზე. გარდატეხის ასაკის ამბოხი ეს ურთიერთობის დასასრული არ არის. ეს ზრდა და მომწიფებაა. თქვენ რას ფიქრობთ? ამასთან დაკავშირებით დამწერეთ კომენტარებში. ნახვამდის.